ჩემი ცხოვრების წესი რამდენად უწყობს ხელს არსებული კეთილდღეობის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შენარჩუნებას. ჩვენი ემოციური სტაბილურობა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კეთილდღეობა. ორი ემოცია გვაქვს აქ, ერთი არის კეთილდღეობის მიღწევა, ან გაუმჯობესება, მეორე შენარჩუნება. იმისთვის რომ ვინარჩუნებდეთ კეთილდღეობის რაღაცა დონეს, მაგალითად, გვჭირდება სისტემატიურად ვღებულობდეთ ისეთ გააწყვეტილებებს, რაც გვანარჩუნებინებს ამ დონეს. რაღაცა სისტემური მოქმედებების ამბავია. როგორც წესი, ჩვენი უნარიანობის შედეგია მიზნის მიღწევა, კეთილდღეობის გაუმჯობესება, მაგალითად შემოსავლის ზრდა. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მიღწეული, ამისთვის გვჭირდება ცხოვრების წესი. სხვათა ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა ის შეხედო შენი ცხოვრების წესს და ერთიანათამდე, ესე უხეშად შეაფასო. ჩემი ცხოვრების წესი რამდენად უწყობს ხელს არსებული კეთილდღეობის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შენარჩუნებას. რამდენად შემიძლია მოვდუნდე და ამ დროს ვინარჩუნებდე კეთილდღეობის დონეს. იმისთვის რომ ესე ხდებოდეს, სისტემატიურად უნდა აკეთებდე რაღაცებს. მაგალითად, გაქვს რაღაცა ყოველდღიური სასარგებლო რუტინა, ყოველკვირეული სასარგებლო რუტინა, ყოველთვიური. იმისთვის რომ გქონდეს აი ამ განმეორებადი სასარგებლო მოქმედებების ესეთი დისციპლინა, ეს რომ საათივით იყოს აწმყილი, ამისთვის გვჭირდება ემოციური წესრიგი.